მეც უნდა გამეცინოს გულახდილად გეტყვით მიზესთა გამო ახლა არის 18 საათი და 20 წუთი ანუ საათსა და 40 წუთში მე ვიქნები რუსთაველის გამზირზე ცხადია ვიქნები რუსთაველის გამზირზე ბევრი მიზეზის უამრავი მიზეზის კონკრეტული საბაბების მიზეზების და მიზნების გამო ასე გეტყვით მიზანი ჩემი ისევე როგორც ყველა ვინც თავისუფლებისათვის იბრძვის არის ამ რეჟიმის დასრულება და საქართველოს გადარჩენა. დიახ, იმიტომ გადარჩენა, იმიტომ ვამბობ რომ გადარჩენა მეთქი, ასე ვამბობ, იმიტომ რომ ქვეყანა არის გადასარჩენილი ალბათ. და ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებად წოდებული ბანდა კოზა ნოსტრა ერთმანეთს რომ დაერივნენ ისინი ამ ქვეყანას ანგრევს. ეხლა ეს 2-4-4-ია, ჩემთვის კი არა. ეს 2-4-4-ია ზოგადად, ანუ სრული ჭეშმარიტებაა დამოუკიდებლად იმისა, ბიზინა ივანიშვილის მომხრეები, კარგები, ცუდები, ჭკვიანები, სადღაც შერჩა, მაგრამ ჭკვიანები, უჭკუოები, კომპრომისზე წასულები თუ კომპრომისზე არ წასულები, ასეთები არ ახავს, კონფორმისტები, ამას მიხვდებიან თუ არა, ამას ხვდებიან, ჩახვდებიან თუ არა. მე გავდივარ კიდევ რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ დღეს ჩემი რამდენიმე მეგობარი დააკავეს. ნინო სვანიძე, ჩემი ავისი, რო არ მოვიტყუო, დაახლოებით 30 წლის, 31 წელია მე და ნინო ვართ მეგობრები, ერთი ხანობა მე გამახსენდა 90-იანი წლების შუა პერიოდში, 90-14-15-ში ის ესე მე ძალიან მიყვარდა ეგრეთ წოდებული შარფები, ეგრეთ წოდებული კაშნეები და ნინო საკუთარი ხელით მომიქცევა არ მახსოვს ესე იყო თუ არა, მაგრამ მაჩუქ დღემდე მაქვს ეს კაშნე. ნინო არის უკომპრომისობის განსახიერება, იცით ვისი შვილია ნინო სვანიძე, ვისაც ახსოვს ფეხბურთის კომაგებს გულისხმობ, ხო? ფეხბურთის ძველ კომაგებს გულისხმობ. ვერის ბაღში იკრიბებოდნენ ფეხბურთის ძველი, აი 60-იანი წლების, 50-იანი წლების კომაგები და ვერის ბაღელები. და მათ შორის იყო გამორჩეული კომაგთა შორის კომაგი მეთქი ასე ვიტყვი, ქართლოს სვანიძე, რომელსაც ჰქონდა ესეთი ზედმეტ სახელი ბელადო. და აი ბელადო ქართლოს სვანიძის შვილია ნინო. უმაგრესი გოგო, აი უმაგრესი გოგო, ჯერ მარტო როგორი ქართული აქვს. მთელი ქართული ოცნების ქართული სპეციალისტები და წოდებულები რომ შეკრიბო, ხო აღარ ლაპარაკობ ხარ იგივე წევრებზე, ქართული ოცნების ასე მაგალითად დეპუტაციისა ბანდიტებისა, ხო? ნინო ქართული გადასწონის ბევრად ერთად აღებულს ყველას. არა, ამაზეც არ არის საუბარი, შეიძლება ქართული არ იცოდე, მაგრამ პატრიოტი იყო, უბრალოდ მე აღვწერე, როგორია ნინო. მეორე ადამიანი არის, ვინც დააკავეს ლევან ჯობავა ამ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც მყავდა ის ეთერში ეს მორაგბე კაცი, ის კაცი, რომელმაც განაიარაღა ტიტუშკა რამდენიმე თვის წინ დაახლოებით, 1 თვის წინ დაახლოებით. ხო, აბა გაბედეთ, აბა რომელიმე ჩვენგანმა, აბა გაბედოს, ხო, ასეთი თამამი იყოს, ესეთი გულადი იყოს. მოკლედ, ეს ის ლევან ჯობავა, რომელსაც ყავს ფეხბურთი მეუღლე. და კომენტარს მოусვიდი ამ რამდენიმე ხნის წინ ლევანისა, რომელიც ბრძანებს, რომელიც ამბობს, რომ მეო მინდაო, რომ ჩემი მეორე შვილი არ მინდაო, რომ ჩემი მეორე შვილიო, რომ დაიბადება საპატიმროში ვიყო, იმ დროსო უფროს შვილს არ მინდა შემეშალოს. მაგრამ მაინც გავრისკავ, დემეტრე ჰქვია თუ არ ვწდები 4 წლის არის. კაცი იქნება, იმიტომ რომ ასეთი ამგვარი მამა ხავს, კაცი და ქართველი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ასე შემდეგ და დედაც სასაკვირველია ლევანმა მიამბო ის ისტორია, რომელიც დაკავშირებულია მასთან და მის მეუღლესთან, მათ გაცნობასთან, იმასთან როგორი პატრიოტი კაცი იყო. ეგ რა მაგის პასუხია რაგბის თემის წარმომადგენლებო. ხო იცნობთ ლევან ჯობავას, ხო იცით რამდენი აგური აქვს დადებული რაგბისათვის. ხო და ხმა გაკმენდილნი რო ხართ ცნობილები თუ უცნობები, ეს ცოტა უკაცრავად სიტყვიზა და ხომ არ ტეხავს. მესამე კაცი ვინც დაიჭირეს და მეოთხეზე კიდე ცალკე ვიტყვი. მესამე მოქალაქე ვინც დაიჭირეს, ეს არის ლაშა ჩხარტიშვილი. გულახდილად გეტყვით, ლაშა რო ლეიბორისტულ პარტიაში წავიდა, ცოტა მეუცნაურა ეს აქტივისტი კაცი, რა უნდა მეთქი საკუთარ თავს მეუბნებოდი პოლიტიკაში. რა უნდა მეთქი ლეიბორისტულ პარტიაში, მაგრამ ამგვარი კაცია ეს ლაშა ჩხარტიშვილი 90-იანი წლებიდანაც 2000-იან წლებშიც, 2010-იან წლებშიც, აგე 20-იანი წლების შუა პერიოდია, ხო, სუ ქუჩაშია, გინდა პარტიაში იყოს და გინდა არა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და
საყურადღებო ამ ამბავში, რომ ამბობს იქ დაკავებისას ლაშა ჩხარტიშვილი პირადობის ნომერს რომ ჰკარნახობს, რომ დედის 40-ზე მივდივარო, სასაფლაოზე მივდივარო და ამ ფორმიანმა ტიტუშკებმა, ხო, მილიციონერებად ქცეულმა პოლიციელებმა ამ ყველაფრის მიუხედავად ლაშა ჩხარტიშვილი ვაის დააკავეს, აუშვი რა, შედალოცულ გავიგე რომ ბრძანება გაქვს, მაგრამ სულ საბოლოო ჯამში არის ლაპარაკი 10 წუთზე, 15 წუთზე. სხვები ძელიან დაკავებას. ვიცით ჩვენ. და დაკავებულია მეოთხე პირ, არა, სხვებიც არიან დაკავებული, იმ სხვებს უბრალოდ არ ვიცნობ, აი 4 ნაცნობია მეთქი, 4 მეგობარია მეთქი დაკავებული. სხვებიც არიან და ყველას უდასტურებს ცხადია პატივისცემას. მეოთხე ვინც უნდა დავასახელო, ეს არის მაგარი კაცი ძალიან, გულიანი კაცი, ვაჟკაცი კაცი. კაცი, რომლის უფროს ძმასთან ერთად მე 90-იანებში გასული საუკუნისა შემოვაბიჯე ამ ჟურნალისტიკაში. მაგარი ბიჭი იყო გიორგი, ძალიან მაგარი, რომელიც მოკლეს. სანაიების ოჯახში ის ტრაგედია დაატრიალდა, ხო? ამ საუკუნის დასაწყისში და ვახოს, რომელსაც აბსოლუტურად თავისი ხელწერა აქვს, თავისი პატრიოტიზმი აქვს. ასაკვირველია მიერთიანებული და საერთო უფრო ზუსტი რომ იყო გიორგისთან ერთად, ხო, მაგრამ ვახო კიდე სხვა მიზეზებითაც არის მაგარი კაცი. ის არის არაჩვეულებრივი мама, ის არის არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, მას აქვს არაჩვეულებრივი იუმორი, მას აქვს მოვლენათა ფართოდ ხედვის უნიკალური, მე ესე ვიტყვი, უნარი და რაც თავარია ერთის, მეორეს, მესამეს და მეოთხეს, ანუ ვახოც, ნინოდან დაწყებული ვახოს, ჩათვლით და სხვებიც რასაკვირველია. აი თვალსაჩინოზე გამახსენდა არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, მე დავდივარ ქუჩაში და აქ ხედავ არამხოლოდ რუსებს, ჩამოსულებს, კუნთმაგარებს, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები გახდებიან ხვალზე ამ ბანდა ხელისუფლების მეცადინეობით და გამოისობით, ხო, მიდგომების თუ პოლიტიკის გამო, არამედ გულის ხოლკირა დავდივარ და ხედავ ქართველებსაც, ქართულ გვარიანებსაც, რომლებსაც წაშლილი აქვს საერთოდ განცდა იდენტობისა, განცდა ქვეყნისა, განცდა სახელმწიფოსი, განცდა თავისუფლებისა, განცდა სამშობლოსი. არაფერი არ აინტერესებს. შემომხვდა ამასიათ ერთი ახალგაზრდა კაცი. ლუცას ვამდა აქ ბაღში, ჩემს წინ სკვერში. მეო რატო გავიდეო მითხარიო? ვინმე დამიცავსო? და ესენი რატო გადიან მეთქი ვკითხე. ესენი. დღეში რომ 300-350 400 კაცი იქნებება, და განსაკუთრებულ დღეებში კი 40,000 თუ 60,000. რატო არიან ისინი მასზე უარესები, ის რითია უკეთესი მათზე? ვინმე იცავს იმ 60,000 კაცი, ვინმე დაიცვა ნინო სვანიძე, რომელიც გამოვიდა და შეგნებულად მამუკა შემხვდა ფაჩუაშვილი. ნინო ვერ გავაჩერეო, ეს გუშინწინდელი ამბავია. ვერ გავაჩერეო, წავიდა და გადაკეტაო. ვეუნებოდი, ვეხვეწებოდი ნინო გაჩერდიო, მაგრამ აი ეს ქალი, ეს პატრიოტი ქალი, ხო? მის მეგობრებს ვეკითხები ახლა, მის ყოფილ მეგობრებს უბრალოდ, აი, გავასახელებ შეგვიძლია. კარგ ნაცნობებს სულ მინიმუმ, ყოფილ მეგობრებს, მინიმუმ ესე ვიტყვი, ხო? სად ხარ სოზარ სუბარო? შენი მეგობარი ნაცნობი, კარგი, ოკეი, ესე ვიტყვი. ხომ იყო ნინო სვანიძე, რას ეუბნები შენ? იქ შიგნით შენივე დღევანდელ თანა პარტიელებს თუ თანა ფრაქციელებს, თანა ბანდიტელებს რას ეუბნები? ეუბნები კი რამეს ვასილ მაღლაფერიძე, შენ მოგმართავ. შენ პერსონალურად რას ეუბნები? არიცი ვინ არის ნინო სვანიძე თუ კავკასიონის სათავეებთან შორეულ 95 წელს 94-95-ში ნინო არისო, არა, ის არისო დამფუძნებელ რედაქტორი შენინი პატას, ვახოს, გიას, მამუკას მსგავსად. მაგრამ ნინო ხომ იყო უფრო ჩვენსკენ, შედარებით პატარებისკენ და ასევე თქვენსკენაც, ანუ შუაში ყოფი იყო, ხო? რომელიც წერდა, ასწორებდა და ლომის წილი თუ წვლილი აქვს შეტანილი იმ კავკასიონის, მაშინდელი კავკასიონის კარგოობაში, კარგი გაზეთი რო იყო მაშინ. ხო, მაგრამ რას ეუბნები შენ ესე დახუჭეთ თვალები ყველა მუკლებლივ? შადიმან, შენ დახუჭე თვალები? შადიმან შამანაძეს მივმართავ ახლა. კარგი, ხო, მძიმე სიტყვას ამბობსო ირაკლი ტაბლიაშვილიო, მე 95-ში წამოვედი კავკასიონიდან.
ჩემი გაზეთი გავაკეთე მე 22 წლისამ, მაგრამ ის პერიოდი ხომ მახსოვს. ის პერიოდი და ის თანამშრომლები ხომ მახსოვს. ხო, ჩემი გულის ნაწილები არიან. ბევრი ვინც თავისუფლების სადარაჯოზეა და არა ისინი ვინც მონობის სადარაჯოზე და მონობის მსახურია. ამიტომ ვასილ მაღლაფერიძე არც არის ჩემი გულის ნაწილი, რა საკვირველი. კარგით, მეგობრებო, ვახოზეს თქვი, ხვებზებს თქვი. და დღეს საგე უკვე საათ ნახევარში, იმიტომ რომ 10 წუთზე მეტია ეს ჩემი ვიდეო ბლოგი განთავსებულია. ოპა, 1 წუთი იმედის ახალგაზრდა კაცისთვის. 1 წაბით გადავახვიოთ. ნახეთ, დააკვირდით. და 17 საათზე გაგაცნობთ ახალ ამბებს. რა ბოლშევიკური იერი გაქვთ ხალხო? რა დაგემართ, რას გავს ეს ყველაფერი? 17 საათზე და ნახეთ პირველი ნიუსი. ქართულ პოლიტიკაში შეჭრილი გერმანიის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. კონსულტაციებისთვის კი არ გაიწვიეს. მოდი ასე ვიტყვი, კონსულტაციებისთვის და მაღალი ალბათობით გერმანიის დღევანდელი ელჩი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება. გერმანია საერთოდ ესეთ უკიდურეს ზომას მიმართავს რა, ამით მაგალითს აძლევს სხვა ქვეყნებსაც, რომ მათაც გადახედონ დიპლომატიურ ურთიერთობას არ შეგეშალოთ და ემან პაპუაშვილმა ხა ენა არ წაიგრძელოს კიდევ არა დიპლომატიურ ურთიერთობას, არამედ დიპლომატიური ურთიერთობის ხარისხს. დღეს მართლაც საოცარი რამ მოხდა ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ ევროპულობა უნდა ფორმალისტურ დონეზე ამბობს, თორე საქმის საპირისპიროს ამტკიცებს გაიწვიეს გერმანიის ელჩი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აქვე გეტყვით, რომ ვისაც არ გაიწვევენ, აქ იგულისხმებიან საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების კრიტიკოსები, ვისაც არ გაიწვევს მათივე ქვეყანა, ეს ხელისუფლება კი არა, ბანდა აპირებს, რომ ზოგიერთი მათგანი განიხილავს, მოდი ასე ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი გაიწვიოს თავად ბარემ გეტყვით ამას და ესეც მნიშვნელოვანია. ნუ ტირით ბავშვებო, მე მინდა ეხლა სხვა არ ვიცი მშობლები, დედები უმრავლეს შემთხვევაში მოასმეინებენ თუ არა აწდაპატიმრებულების შვილებს ამ სიტყვებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ნუ ტირით ბავშვებო. ნუ ტირით ბავშვებო, იმისა და გამო რომ თქვენი მშობლები, დედები თუ მამები მოხვდნენ დროებით საპატიმროში, დროებით 15 დღით, დროებით 1 თვით, დროებით 8 თვით, დროებით 2 წლით, არ ვიცი, ყველაფერი დროებითია. თქვენ რეალურად სატირლად კი არა გაქვთ საქმე, მოასმეინეთ მე გთხოვთ მაინც ზოგმა თქვენგანმა, მაინც სატირლად არა გაქვთ შვილებო. თქვენ გაქვთ საამაყოდ საქმე, აი იმ ბავშვების მშობლების, თქვენი მშობლების ქმედებათა გამო გაქვთ საამაყოდ საქმე, იმიტომ რომ ისტორია იწერება და ისტორიას წერენ მათ შორის თქვენი მშობლები. და 2 თვიანი თუ 15 დღიანი თუ 2 წლიანი განშორება უმძიმესია ბავშვებო თქვენთვის, შვილებო ჩემო. ბავშვებო, ვისაც გესმით, რასაც ვლაპარაკობ ახლა აქ 3 წლის ბავშვებზე ალბათ მაინც ვერ ვსაუბრობ. ხო, უნა შვილო, ესე უნდა მოგმართო. ნუ თუ წაკს და ცრემლი, ნუ გაფიქრებს ეს ყველაფერი. კარგი კაცია, მაგარი კაცია შენი მამა. ვახო და საამაყოთა გაქვს შენს რეალურად საქმე და არა საფიქრალად თუ სატირლად რო იცოდე. აჩეხა ბიზინა ივანიშვილს სხვა გამოსავალიც არა აქვს რეალურად თუ ვიბჭერებთ. ბიზინა ივანიშვილი ამ სპირალშია შესული და ახლა სულ რომ მოინდომოს გამოთრევა ამ სპირალიდან, ეს სპირალი მას მაინც ჩაითრევს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ბიზინა ივანიშვილმა შეტოპა, გარდა იმისა რომ არის რუსეთის აგენტი, FSB-ს აგენტი, პუტინის მაკაცი თუ ჩერეს მაკაცი თუ ასე შემდეგ, ბიზინა ივანიშვილმა უკვე შეტოპა და აქედან გამოტოპვა უბრალოდ ჭირს მათ შორის, იმიტომაც რომ სახის და მას ეგო საკმაოდ განვითარებული აქვს, ხო, ესეთი ეგოცენტრიკობა განვითარებული ეგოცენტრიკია, ხო, განვითარებული აქვს, მას გონია რომ ის გარშემო ტრიალებს დედამიწა, ხო,
მას ძალიან უჭირს და პრაქტიკულად შეუძლებელია სახის შენარჩუნება. ამიტომ კიდევ უფრო მეტ შეცდომაზე მიდის, მეტ დანაშაულზე მიდის. ერთი დააშავა, მეორეზე მიდის. იქ ღარიბაშვილებს და ვიღაცებს რომ დაერია მისი კობახიძე, ეს მადასტურებელია რომ ფსონი ერთის მხრივ რომ ფსონი დადო კობახიძეზე, მაგრამ მეორეს მხრივ მადასტურებელია იმისა რომ სხვა გამოსავლები არ აქვს და რაც მთავარია, რატომ დაერია ამ ღარიბაშვილი ლილუაშვილს ბარები ვიტყვირა დავასრულოთ ეს ვიდეობლოგი, იმიტომ რომ მე უნდა დავტენო ამასობაში ეს ტელეფონი და მე უკვე უნდა წავიდე. ხო, მადასტურებელია იმისი რომ ბიზნეს ჭორები უყვარს, ჭორვილელ ბიზნეს უყვარს ჭორები და ჭორებზე აქვს აგებული მთელი მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკაც იმას ეს უთხრა. გვარიც მახსოვს კაცისა რომელმაც ის ამბავი აუტანა ბიზნეს ივანიშვილს გეხსომებათ გიორგი მარგველაშვილი კი არის განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2012-13-ში, ხო? არამედ პრეზიდენტობის კანდიდატად 13-ში უნდა გამართული იყო საპრეზიდენტო არჩევნები. განიხილებოდა შემოდგომაზე ოქტომბერში, ნოემბერში აღარ მახსოვს. განიხილებოდა ირაკლი ალასანია და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბიზნეს ივანიშვილმა ღიად თქვა რომ ირაკლი ალასანია ცუდი კაციაო, თავდაცვის მინისტრია იმხანად ირაკლი ალასანია ცუდი კაციაო და ეს რო ეთქვა აბას ვინჩივის იჭორავა, თან ას ნიშნავს ისიც იჭორავა ყველაზე ბინძურ ხომოურიდებლად ვამბობ, ყველაზე ბინძურ მოსახვეებში შევიდა იქ რაღაც პირადი ცხოვრების რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არც დამალეს და თქვენს რომ გვარიც მახსოვს აღარ შეიძლება შემეშალოს თეორიულად, ამიტომ არ ვიტყვი რომ ირაკლი ალასანია შტაბში არ მახსოვს სად ქონდა მაშინ თავისუფალ დემოკრატებს თუ არ ვწდები საგარეო კურსის შესაძლებლობა ვწდები. ირაკლი ალასანიას პარტიულ ოფისში იყო კაცი მისული რომელიც შეესწრო საუბარს როგორ განიხილავდნენ სამზარეულოში ასე ვიტყვი პირები ირაკლი ალასანიას პრეზიდენტად წარდგენის რაღაცა დეტალსაც არასწორი სიტყვა რაღაც ზოგად კონტურებში მარტივად რო ვილაპარაკოთ ხადაობდნენ მსჯელობდნენ თუ გდებავთ ასე ვიტყვი ამაზე ეს ამბავი აუტანეს იმ შეშრილთა შორის შეშრილს ჭორია საბოლოო ჯამში და იმან გამოიტანა ეს მკაცრი ვერდიქტი. ასე აგრძელებს ბიზნეს ივანიშვილი, ამიტომაც არის არასტანდარტული მოთამაშე და შედარებით ძნელად დასამარცხებელიც, მაგრამ ბატონებო, ქალბატონებო, მეგობრებო, ის რასაკვირველია დამარცხდება და დამარცხდება იმიტომ რომ აი თამთა გოგოლაძე დღეს წერს რეჟიმს არ შდას ესეთი ბანერია, ხო? რეჟიმს არ შევეგუებით. და აქ რო შეიძლებაოდეს ეხა დაგინება, შეგინება, მიგინება, მოგინება, ხო? მე გეტყოდით რომ რეჟიმს არ შევეგუებით და ასემც. ასეა. ყველა შეიძლება დაიღუპოს. ინდივიდებს არ გულისხმობ. ყველას შეიძლება გაუჭირდეს მე დავფარავ ალბათ და დავფარო სახე არ ვიცი, მაგრამ რადიო თავისუფლებას უდევს. მაგრამ ქართველ ხალხს ვიდრე აი ეს ბავში უყვარს, რომელიც ციხიდან გამოსულ დედას შეხვდა ასე და ვინც გრძნობს ამ ბავშვის ცრემლს და ჩვენ გრძნობთ ამ ბავშვის ცრემლს, ჩვენ არ დავიღუპებით და რუსები წაეთრებიან ქვესკნელში. ნახვამდის.